სამყარო ცნობიერების ანარეკლია. ყველაფერი შენს ცხოვრებაში, შენი რეალობა და შენი გამოცდილებები ჰგავს ბრძოლას შენი ყურადღების მისაპყრობად. ისევე როგორც ციური სხეულები ბრუნავენ მზის გარშემო, შენი ფიქრები, გრძნობები, აღქმები და შეგრძნებები მთლიანად დამოკიდებულია იმ ენერგიაზე, რომელსაც მათში დებ. ის, რასაც აიგნორებ, წყვეტს არსებობას შენი გამოცდილების სფეროში. სირთულე კი სწორედ იმ გაუცნობიერებლობიდან მოდის, რომლითაც ხშირად ვმართავთ ამ პროცესს. ნებისმიერი რამ, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, არ არის აუცილებელი შენს გამოცდილებად იქცეს, თუ გადაწყვეტ, რომ მას ყურადღება არ მიაქციო. ეს შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ეს ის ფაქტია, რომლის გათვალისწინებაც ნამდვილად ღირს. როდესაც უარს ამბობ ყურადღების დათმობაზე, მოვლენები და გარემოებები კარგავენ გავლენას შენს ვიბრაციულ სიხშირეზე. მიზიდულობის კანონის სფეროში ფიქრებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც რეალობის შემქმნელებს. თუმცა თავისთავად ფიქრები ცარიელი ჭურჭელია. ისინი უბრალოდ იბრძვიან შენი ყურადღებისთვის. შენ გაქვს ძალა ენერგიით აავსო ისინი დიახის თქმით, ან უარყო ისინი სიტყვებით არა, გმადლობთ. ფიქრები მიმართავენ შენი ენერგიის ნაკადს და განსაზღვრავენ სამყაროს პასუხს. ამრიგად სამყაროსთან საუბრის გასაღები მდგომარეობს შენი ენერგიის მიმართვაში იმ ფიქრებისკენ, რომლებიც პოზიტიურად რეზონირებენ და იმ ფიქრების იგნორირებაში, რომლებიც ნეგატივს ასხივებენ. სამყაროსთან სასაუბრო მოგზაურობის პირველი ნაბიჯია მიაქციო ყურადღება საკუთარ ყურადღებას. ამ სამყაროში შემოსვლის წუთიდან ის გეკითხება, რა გსურს? სამყაროსთვის შენი სურვილების ეფექტურად გადასაცემად უნდა გაიგო ენერგიის ენა, რომელზეც ის საუბრობს. სამყარო არ არჩევს ადამიანურ ენებს. ის კითხულობს შენს ვიბრაციულ რეაქციებს. ნებისმიერი რეაქცია, რომელსაც სამყაროს აწვდი, აღიქმება როგორც დიახ, გთხოვ, მომეცი ამისგან კიდევ მეტი. ამ დინამიკის გაგება წააგავს შერჩევითი ჩართულობის ხელოვნების დაუფლებას. ისევე როგორც გამოცდილი დირიჟორი მართავს ორკესტრს, ჩვენც უნდა ავირჩიოთ, რომელი ფიქრები და ემოციები გავაძლიეროთ ჩვენი ყურადღებით. როდესაც ვირჩევთ ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას ჩვენი რეალობის კონკრეტულ ასპექტზე, ჩვენ არსებითად ხმას ვაძლევთ მის გაძლიერებას. და პირიქით, კონკრეტული ფიქრებისა თუ გარემოებებისგან ყურადღების დაშორებით სამყაროს ვუგზავნით შეტყობინებას, რომ არ ვართ დაინტერესებულნი, ან ვეწინააღმდეგებით მათ არსებობას ჩვენს ცხოვრებაში. ეს ღრმა გაცნობიერება ხას უსვამს ჩვენს უზარმაზარ ძალას საკუთარი რეალობის თანაშექმნაში. ჩვენი ყურადღება არის არხი, რომლის მეშვეობითაც სამყაროს ჩვენს პრეფერენციებს ვაცნობთ და ვკარნახობთ ჩვენი ცხოვრების სიმფონიის კომპოზიციას. მეორე ასპექტია იფიქრო და ისაუბრო აწმყო დროში. სამყარო თავისი უსაზღურო სიბრძნით რეალობად მხოლოდ ახლას აღიარებს. რადგან ყველაფერი აწმყო მომენტში ვითარდება, წარსულისა და მომავლის ფიქრები შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ ისინი ექოს გავს. მაშინ, როდესაც აწმყო არის იქ, სადაც სამყარო ყველაზე ყურადღებით გისმენს. როდესაც სამყაროს განვიხილავთ როგორც ცნობიერების მანიფესტაციას, ვხვდებით, რომ ფიქრის აქტიც კი ამ უკიდეგანო არსებასთან კომუნიკაციის ფორმაა. თუმცა, სამყარო ჩვენს ფიქრებსა და გრძნობებს სხვანაირად აღიქვავს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. დაფიქრდი ამაზე. თუ განუწყვეტლი ვამბობ, მე ვიქნები წარმატებული, სამყაროს ესმის, ახლა არ მინდა წარმატება. ამის ნაცვლად, იგრძენი თავი ისე, თითქოს უკვე ფლობ იმას, რასაც ეძებ. ყველა წარმოსადგენი რეალობა უკვე არსებობს. მათ შორის ისიც, რაც შენ გსურს. იგრძენი თავი ისე, თითქოს უკვე მიაღწიე მას და სამყარო დაიწყებს შენი რეალობის შესაბამისად ფორმირებას. აწმყო მომენტში შთანთქმით და იმის შეგრძნებით თითქოს ჩვენი სურვილები უკვე ასრულდა, ჩვენ ვიწყებთ ჩვენი ვიბრაციული სიხშირის სინქრონიზებას სამყაროს შემოქმედებით ძალებთან. ამრიგად, სამყაროსთან კომუნიკაცია გულისხმობს არა მხოლოდ სურვილების გამოხატვას, არამედ ამ სურვილების განსახიერებას აქ და ახლა. ვაგრძელებთ რა სამყაროსთან საუბრის ხელოვნების შესწავლას. მივდივართ ცნობიერების გაფართოების გადამწყვეტ ნაბიჯამდე.
ამის გაკეთება წააგავს გამოცდილების შეძენას რთულ თამაშში, სადაც წესები ყოველთვის ცხადი არ არის. ცხოვრება, ხაზოვანი ისტორიისგან განსხვავებით, დინამიკური და ინტერაქტიული თამაშია და შენი ოსტატობის დონე განისაზღვრება იმით, თუ რამდენად აცნობიერებ მის მრავალმხრივ განზომილებებს. განვიხილოთ ასეთი ანალოგია. როდესაც გამოცდილ მოთამაშეებთან პოკერს თამაშობ, დამწყებები ადვილად შეიძლება გახდნენ მათი სტრატეგიული მანევრების მსხვერპლნი. მსგავსად ამისა, როცა აფართოებ ცნობიერებას და აცნობიერებ სამყაროს უამრავ ცვლადს, შენ აუმჯობესებ შენს უნარს მართო ცხოვრებისეული სირთულეები. ეს ღგავს თამაშის დაუწერელი წესების სწავლას, რაც გაძლევს საშუალებას მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილებები და საბოლოოდ მოიპოვო მეტი კონტროლი საკუთარ რეალობაზე. ცნობიერების გაფართოების პროცესი გულისხმობს აღქმის არეალის ზრდას, შენი შინაგანი მეს, ფიქრების პატერნებისა და გარემომცველი სამყაროს გაცნობიერებას. არსებობის ამ თამაშში, რაც უფრო მეტ ცვლადს აღმოაჩენ და გაიგებ, მით უფრო კარგად იქნები აღჭურვილი იმისათვის, რომ ოსტატურად ითამაშო. ამ გაფართოებული აღქმის მიღებით, პასიური მოთამაშიდან იქცევი აქტიურ მონაწილედ, რომელიც აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს შენი სასურველი რეალობის შესაქმნელად. მეოთხე ნაბიჯია მოусმინო შენ შინაგან მეგზურს, ნავიგაციის სისტემას, რომელიც შენი კომპასია ენერგიის უკიდეგანო სამყაროში. სამყაროს არ ესმის ადამიანური ენები, ის ენერგიის ენაზე საუბრობს. ფიქრები და სიტყვები ხშირად არასანდოა, რადგან ისინი იშვიათად ემთხვევა შენს ჭეშმარიტ შინაგან მდგომარეობას. შენი გრძნობები, შინაგანი ალღო, ინტუიციური პასუხები, სწორედ ისინი წარმოადგენენ შენს მეგზურ სისტემას. როდესაც რაღაც თავს კარგად გაგრძნობინებს, ეს რეზონირებს შენს ჭეშმარიტ გზასთან და პირიქით, როცა თავს ცუდად გაგრძნობინებს, ეს მიუთითებს შენი ავთენტური მესგან გადახვევაზე. ეს სისტემა დაფუძნებულია რეზონანსზე. მიღყევი იმას, რაც შენში რეზონირებს, დაიგნორე ის, რაც არა და ნუ მიანიჭებ მნიშვნელობას იმას, რაც ნეგატივს იწვევს. ეგოზე დაფუძნებული გონება შეიძლება შეეცადოს დაგარწმუნოს, რომ მისი მიყოლა სიამოვნებამდე მიგიყვანს. თუმცა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განასხვავო ეგოთი ნაკარნახევი სურვილები ჭეშმარიტი რეზონანსისგან. თუ თავს კარგად გაგრძნობინებს, ენდემას, თუ ცუდად, გაუშვი. მუდმივად იმის მიყოლით, რაც თავს კარგად გაგრძნობინებს, შენ უერთდები შენს ჭეშმარიტ გზასთან და აქრობს ზედმეტი ფიქრისა და დარდის აუცილებლობას. ბოლოს განვიხილოთ მეხუთე ნაბიჯი, გამეორების ძალის გამოყენება. იმისათვის, რომ ჩასწვდე სამყაროს მუშაობის პრინციპებს, შეიხედე შენი ქვეცნობიერი გონების სფეროში, რომელიც სამყაროს მოქმედების მექანიზმის სარკისებური ანარეკლია. მიზიდულობის კანონი ძირითადად იკვებება შენი ქვეცნობიერიდან. ის უგულებელყოფს შენი ცნობიერი გონების წარმავალ ფიქრებს, რომლებიც მუდმივად დახდიან სხვადასხვა თემას შორის. შენს ქვეცნობიერ გონებას, ცნობიერისგან განსხვავებით, არ გააჩნია უარყოფის უნარი. ის რჩება მიუკერძოებელი და თანაბრად ამართლებს ყველა თვალსაზრისს. ქვეცნობიერს არ შეუძლია რეალობისა და ფანტაზიის ერთმანეთისგან გამიჯუნა და ხშირად აღძრავს ემოციებს ისე, თითქოს წარსული მოვლენები ახლა, აწმყოში ხდებოდეს. ამიტომ აუცილებელია დარჩე აწმყოში და მოერიდო წარსულ ჭრილობებზე ჩაციკლას, რადგან იქ დარჩენამ შეიძლება მიიზიდოს მსგავსი გამოცდილებები და გააგრძელოს ძველი შეცდომების გამეორება. უფრო მეტიც, ქვეცნობიერს არ გააჩნია განზრახვა. ის უბრალოდ მონაცემების საცავია. ის შთანთქავს იმას, რაც ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს, მათ შორის შენი სოციალური განპირობებულობისა და პირადი გამოცდილების ჯამს. შენი ქვეცნობიერი არ ფილტრავს არაჯანსაღ ფიქრებს. ეს პასუხისმგებლობა შენს მხრებზე ძევს. გამეორების ძალას გამოყენებით, შენ შეგიძლია აქტიურად გადააპროგრამო შენი ქვეცნობიერი რწმენები. დაუშვათ, გსურს დაუცველობიდან თავდაჯერებულობამდე ტრანსფორმაცია. მუდმივი მტკიცება, მე ვარ ყველაზე თავდაჯერებული ადამიანი მსოფლიოში, შეიძლება გახდეს შენი მანტრა.
მთავარია არაუბრალოდ ცარიელი სიტყვების გამეორება, არამედ იმ თავდაჯერებულობის გულწრფელად შეგრძნება, რომელსაც ეძებ. აქ აუცილებელია გააცნობიერო, რომ შენი ამჟამინდელი მდგომარეობა მეორეხარისხოვანია. შენი ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, თუ ვინ გსურს გახდე. პოზიტიური აფირმაციების დაჟინებული განმტკიცებით, ისინი იწყებენ ენერგეტიკულად ფორმირებას. შემდგომში შენი ქვეცნობიერი აღიქვავს ამ ცვლილებას და იწყებს მის მანიფესტაციას შენი გამოცდილების ველში. როდესაც მართლაც იგრძნობ თავს უფრო თავდაჯერებულად, შენი ქმედებები, ქცევა და სიტყვები ბუნებრივად აირეკლავს ამ ახლად ნაპოვნ თავდაჯერებულობას. დასასრულს გახსოვდეს ეს ფუნდამენტური ჭეშმარიტება. შენ ხარ სამყარო და სამყაროსთან საუბარი შენს უმაღლეს მესთან საუბრის ტოლფასია. შენ გიჭირავს შენი არსებობის სადავეები და შენ აკონტროლებ ყველაფერს. გამოიკვლიე შენი შინაგანი მდგომარეობა, განიწმინდე და გაასუფთავე შენი არსება. სამყარო ირეკლავს შენს შინაგან მდგომარეობას. პასუხისმგებლობის აღებით და შენი ცნობიერების პოზიტივთან მორგებით, შენ ეფექტურად ამყარებ კომუნიკაციას სამყაროსთან. შენი რეალობა შენი ტილოა, შენ კი ხელოვანი ხარ.